სანიკეზე გაგაცნობთ. დაირღვა თუ არა თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაკითხვის დროს სამართლებრივი პროცედურების სახალხო დამცველი ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. ანალოგიურია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაც. ომბუდსმენისა და მესამე სექტორის წარმომადგენელთა განცხადებები ალექსი ბატიაშვილის ადვოკატის იმ კომენტარს მოჰყვა, რომლის მიხედვით პროკურატურაში დაკითხვაზე ყოფნის დროს მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. თემაზე დილიდან შეფასებები კეთდება პოლიტიკურ წრეებშიც. ნიკა ბოლოდინაშვილი ისმის შეფასებებს და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვარდება. ნიკა პირველ რიგში როგორი არის ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია? დიახ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაკითხვის დროს გამოვლენილ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით დღეს შეფასებები გააკეთეს მინისტრებმა, ასევე პოლიტიკოსებმა. პირველი კომენტარი გააკეთა დღეს ასევე ამ თემასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ, თუმცა მას კონკრეტულად ამ დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შეფასება არ გაუკეთებია, როგორც კახი კალაძემ განაცხადა, გამოძიების დასრულებამდე აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა მხარემ, როგორც დაცვის ასევე ბრალდების მხარემ თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან და დაელოდონ ყველანი გამოძიების პროცესს. ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთა ასევე პოლიტიკოსების მხრიდანაც. ნებისმიერი ადამიანის დაკავება ცუდია, მტკივნეულია, მაგრამ მე არ მინდა რაღაც პოლიტიკური განცხადებები წინასწარ დავამივიდეს, ამიტომ ჩვენ დაველოდოთ გამოძიებას. ნახოთ თუ როგორ წარიმართება მოვლენები. თავი უნდა შევიკავოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური განცხადებებისთვის, დაველოდოთ გამოძიებას და შესაბამისად მე შესაძლებელი იქნება განცხადების აღება. იქიდან გამომდინარე, რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ პირადად როგორ მუშაობს პროკურატურა, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღეს ამ საქმეში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურ დევნასთან. მაგრამ პრობლემა ალასანიას და მისი გუნდის სწორედ ის არის, რომ მათ ეგონათ, რომ პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი, რომელიცაც ბიზნა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ახორციელებდა, აქ დამთავრდებოდა. გამოძიება მიმდინარეობს, თავისთავად ცხადია, საგამოძიებო პროცესში ვერ ჩავერთვებით, თუმცა რა თქმა უნდა ყველა მხარეს მოუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან ის სამართლებრივი ნორმები, რაც გამოძიებას უკავშირდება. სახალხო დამცველის შეფასებით აუცილებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად გამოვლინდება და დადასტურდება დაკითხვის დროს დარღვევები, აუცილებელია, რომ პროკურატურის შესაბამისმა სამსახურმა თავად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც შეეხება ზოგადად პოზიცია სახალხო დამცველის, ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის აპარატს მიუხედავად იმისა, რომ საქმეს გრიფის საიდუმლოდეს, მოხდეს გადაცემა ამ საქმის მასალების, რადგან სახალხო დამცველმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, როგორც უჩანანოაშვილმა აღნიშნა. აპარატი უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს და ის უახლოეს პერიოდში თავადაც აპირებს პირადად შეხვდეს დაკავებულ სამხედროებს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს რეაგირება იგივე პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან. თუ კი არის საუბარი ზეწოლაზე ან კონკრეტულ დარღვევებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, ამ შემთხვევაში ადვოკატის განცხადების შემდეგ რა თქმა უნდა დაიწყოს გამოძიება. გამომდინარე იმ საზოგადოებრივი ინტერესიდან ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჩავერთოთ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო, სახალხო დამცველს აქვს წვდომა საიდუმლო მასალებზე, ამდენად ჩვენთვის ამ მასალების გაცნობა პირველ რიგში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურის შესაბამისი სამსახური, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად საჯაროდ გაჟღერდა ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ΟΚმ-ში არ იყო შეტანილი, დაკითხვის ΟΚმ-ში არ იყო შეტანილი ის ინფორმაცია, რომელზეც საუბრობდა მინისტრის მოადგილე, შესაბამისად ეს კითხვა პასუხის გაცემის გარეშე რა თქმა უნდა არ უნდა დარჩეს. თუ ეს მოქმედებები არის რეალური, და ამას ჭირდება გადასტურება, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია და დამეთანხმებით მეორე მხარის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით დღევანდელი დღის მდგომარეობით არ არის, ბუნებრივია ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ ასეთი მიმართულებით წავიდა დაკითხვა, ის აჩენს მისი დაკითხვის ლეგიტიმურობის კითხვებს. ბატიაშვილი ახლო ურთიერთობაში იყო სიკვდილთან, ამიტომ მოხდა ესე იკვეთება გამოძიების მასალებით უპირატესობის მინიჭება სიკვდილის მიმართ. ადვოკატებს არ მიჩნევს საშუალება, რომ სრულუფლებიანად სრულად ჩაერთონ საქმეში და ფაქტიურად მხარის უფლებები შელახო და მეორე მხარეს უპირატესობა მიენიჭო. ეს უბრალოდ კანონის დარღვევა, სამართლიანობის დარღვევა და რა თქმა უნდა ადვოკატებს უნდა მიეცეთ საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა.
დღეს გახდება ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა სააპელაციო სასამართლო დაცვის მხარის საკასაციო სარჩელს. დღეს არის ბოლოვა და რაც შეეხება გრიფის მოხსნის საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ გუშინ დილით მთავარ პროკურატურას წერილობით მიმართა თავდაცვის სამინისტრომ იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის მომხდარიყო საქმის მასალების გადაცემა, რადგან კონტრდაზვერვის სამსახურმა მას შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაეთანხმოს თუ არა გრიფის მოხსნის საკითხს, როდესაც ის საქმის მასალებს გაეცნობა, ჯერჯერობით უცნობი არის პროკურატურის პოზიცია დაეთანხმება თუ არა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას და გადაეცემა თუ არა მათ საქმის მასალები. გმადლობთ ნიკა მოლოდინაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.